დედაფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რამდენიმე მილიონი ლარი იხარჯება. კეთდება როგორც ცენტრალური, ისე შიი და საუბნო გზები. თემაზე ვრცლა დედაფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერ ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ვისაუბრებთ. გამარჯობა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, პირიქით მადლობა თქვენ, რომ მოგვიწვიეთ და მივესალმები თქვენი ტელეკომპანიის მაყურებლებს. ბატონ ნიკოლოზ, წელს რა ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს დედაფლისწყაროში? წლევანდელი წელი ისევე როგორც გასული წელი საკმაოდ აქტიურია და დატვირთული არის ინფრასტრუქტურული პროექტების როგორც რიცხოვნობით, ასევე თემატური მრავალფეროვნებით. ეხლა ამ წუთისათვის დედაფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 13 პროექტი მიმდინარეობს, საუბარი მაქვს რეგფონდის პროექტებზე, რისთვისაც გამოყოფილი არის 6,5 მილიონი ლარი და გარდა ამ 13 მსხვილი პროექტისა მიმდინარეობს ჩვენი ადგილობრივი ბიუჯეტით განსახორციელებული ბიუჯეტით გამოყოფილი თანხებით სხვადასხვა პროექტები, ჯამურად დაახლოებით 20 პროექტამდე ვახორციელებთ, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანი არის ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ზოგადად და კონკრეტულად იმ სოფლებში თუ ქალაქში, სადაც მიმდინარეობს ეს პროექტები, იმ კონკრეტული პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებდა და აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ისევე როგორც სხვა უამრავი პრობლემა, რომელიც ისტორიულად დედაფლისწყაროს ჰქონდა და დღეს ჩვენი ხელისუფლების დახმარებით ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრა, აღნიშნული პრობლემებიც გადაიჭრება. ეხლა გუშინ ჩვენთან სტუმრად იყო კახეთის გუბერნატორი ბატონი პლატონ კალმახელიძე, ასევე საქართველოს რეგიონალური განვითარების მინისტრი ბატონი გულედანი და ჩვენ ორი მნიშვნელოვანი მსხვილი პროექტის მიმდინარეობა დავათვალიერეთ, ვიყოფებოდით სოფელ სამრეკლოში და სოფელ ფიროსმანში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ვნახეთ. სოფელი სამრეკლოს პროექტი, რომელიც ჯამურად 1,5 მილიონს მოიცავს, ეს იყო გარდამავალი პროექტი და შარშან დავიწყეთ და წერს ვამთავრებთ, უკვე დასრულების ეტაპზე არის. სოფლის ცენტრალური გზის პირველი ქუჩის რეაბილიტაცია, ასფალტოსაფარის მოწყობა მიმდინარეობს. ასფალტის სამუშაოები უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს ბეტონის სამუშაოები, გზის გვერდულების და სანიაღვრეების მოწყობა. აღნიშნულ სოფელში ეს გზა მნიშვნელოვანია იმით, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი სოფელია სოფელი სამრეკლო დედაფლისწყაროს მუნიციპალიტეტში და ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა ის, რომ სამრეკლოში აბსოლუტურად ყველა ქუჩის მოასფალტება მოხერხდა და ეხლა სოფლის ცენტრში არსებული გზის, რომელიც საკმაოდ ამორტიზირებული და უკვე ძველი იყო, სადაც სოფლის მთავარი არტერია არის აღნიშნული გზაზე, ეს არის სოფლის ცენტრში მიმავალი გზა, კულტურის სახლი მდებარეობს, სოფლის საბჭო მდებარეობს, პროფესიული კოლეჯი მდებარეობს, სადაც სტუდენტები სწავლობენ და რაც მთავარია, ახლა დანიშნული მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც უკვე თითქმის მეორე წელია პირველად დედაფლისწყაროს ისტორიაში ამუშავდა, სწორედ ამ გზაზე დადის და მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული გზის მოწყობა და უკვე დასრულების ეტაპზეა და როგორც გითხარით, გუშინ მოვინახულეთ. ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია სოფელ ფიროსმანში სოფლის შიდა ცენტრალური გზის რეაბილიტაცია, რომელიც ასევე საკმაოდ ძვირადღირებული, თითქმის 1,700,000 ლარამდე არის ეს პროექტი და რომელიც ასევე დასასრულს უახლოვდება. ასფალტის საფარი უკვე დასრულებულია და აქაც გზის გვერდულების სანიაღვრეების ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დამთავრდება. თუ როგორც გითხარით, სოფელ სამრეკლოში, სადაც 28-ზე მეტი შიდა ქუჩა არის, ყველა ქუჩა მოასფალტებულია. სოფელი ფიროსმანში ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იმიტომ იყო ამ გზის რეაბილიტაცია, რომ პირველად ამ სოფლის დამოუკიდებლობის ისტორიაში ამ სოფელში პირველად მოხდა შიდა გზის მოასფალტება და რატო მოხდა პირველად მოხდა, იმიტომ რომ აქამდე სოფელში არც ბუნებრივი აირი იყო, წყლის სისტემების მოსაწესრიგებელი იყო და დამეთანხმებით, როდესაც მიწისქვეშა კომუნიკაციები მოსაწესრიგებელი არის, მთლად გამართლებული არ არის ასფალტის საფარის დაგება და შემდეგ ხელახლა მისი დაზიანება, გადაჭრა, აყრა და სხვა კომუნიკაციის გაკეთება. ამ პერიოდში ჩვენ პირველად ამ სოფლის არსებობის ისტორიაში შევძელით ის, რომ სოფელი და მუნიციპალიტეტიც მინდა ჩვენს ტელემაყურებლებს ვაუწყო სიამაყით, რომ სრულად 100%-ით გაზიფიცირებულია, ანუ გაზის კომუნიკაცია მინჭარში ჩაიწყო, წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი განხორციელდა და ყველა მოსახლესთან დაიქცელა, წყლის მილები ჩაიწყო მიწაში და დაიქცელა და
ყველა მოსახლის ეზოში შევიდა წყლის მილები, ჭაბურღილიც მოეწყო და უახლოეს პერიოდში უკვე ამ ახალი ცენტრალური წყალმომარაგების სისტემით მოხდება მომარაგება სოფლის მოსახლეობისა წყლით და შესაბამისად ჩვენ უკვე საშუალება მოგვეცა რომ საკმაოდ მსხვილი თანხა როგორც გითხარით თითქმის 1.5 მილიონამდე სოფლის შიდა გზის რეაბილიტაციისთვის გამოგვეყურებინა ეს როგორც გითხარით გუშინ ძალზედ მნიშვნელოვანი და საპატივსაცემო სტუმრები ყავდა და მათთან ერთად მოვინახულეთ ეს ორი პროექტი გარდა ამისა როგორც გითხარით რეკფონდით 13 პროექტი მიმდინარეობს დედოფლისწყაროში სოფელ ფიროსმანზე მოგახსენეთ სოფელ საფრაწყაროში რომელიც ასევე ალაზნისპირა სოფელია საზღვრისპირა სოფელი და ძალზედ მნიშვნელოვანია მისი განვითარება ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი 1.600.000 ლარიანი პროექტი დასასრულს უახლოვდება ეს არის სოფლის ცენტრში არსებული გზის რეაბილიტაცია აღდგენა და ამ სოფლებში როგორც სამთაწყაროში ესე ფიროსმანში და ზოგადად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ არც ერთ ხელისუფლებას ქართული ოცნების ხელისუფლების გარდა დედოფლისწყაროს სოფლებში ქუჩის რეაბილიტაციაზე არ არის საუბარი არ ვიცი ერთი მანქანა 1 კვადრატული მეტრი ასფალტი არ დაუგია და მხოლოდ ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეძლო ეს და აქაც სოფლის თავიდან ბოლომდე ცენტრალური შიდა სასოფლო გზის სრული რეაბილიტაცია მოვაწყეთ და გარდა ამისა სოფლის ახლად რეაბილიტირებულ სკოლასთან მისასვლელი გზაც გავაკეთეთ პარალელურად რომელიც დასრულდა და ამ 1.600.000-იანი პროექტის გარდა ეს დამატებით კიდე 620.000 ლარი განხორციელდა და შედეგად მივიღეთ ის რომ სოფლის ცენტრთან, სოფლის სკოლასთან, სოფლის ბაღთან, სოფლის თავიდან სოფლის ბოლომდე მისასვლელი გზა სრულად მოასფალტებულია და ამას თუ დავუმატებთ იმას რომ ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით კერძოდ კი ინფრასტრუქტურის სამინისტროს და საგზაო დეპარტამენტისა აღნიშნულ სოფლებთან სამთაწყარო ფიროსმან საბათლოსთან მიმავალი ცენტრალური მნიშვნელობის სახელმწიფო მნიშვნელობის გზა სრულად რეაბილიტირებულია და ასფალტის საფარით არის მოწყობილი დამეთანხმებით რომ ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადადგმული რადგან საგზაო ინფრასტრუქტურაზე ვსაუბრობთ აქვე გეტყვით რომ სოფელ ზემოქეთშიც ძალზედ მნიშვნელოვანი მეათე ქუჩის ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოები განვახორციელეთ, აქაც სამუშაოები უკვე დასრულების ეტაპზეა, ფაქტიურად ასფალტის დაგება დასრულებულია და მიმდინარეობს ბეტონის სამუშაოები, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი არის აღნიშნული სოფლის განვითარებისთვის. გარდა ამისა, ქალაქ დედოფლისწყაროში მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს, რომელიც ერთის მხრივ ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის საკანალიზაციო სისტემების მოწყობა ეხება და ორ ქუჩაზე ეს არის მარჯანიშვილისა და 1 მაისის ქუჩა საკანალიზაციო სისტემების მოწყობის პროექტი სამუშაოები მიმდინარეობს ერთ ქუჩაზე უკვე ფაქტიურად ჩალაგებული არის მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწყობილია და ეხლა მეორე ქუჩაზე მიმდინარეობს აღნიშნულის მოწყობა და დაახლოებით თვენახევრის ვადაში აღნიშნული პროექტი დასრულდება რაც ძალზედ მნიშვნელოვანი არის ამ ქუჩაზე მაცხოვრებელი ხალხისთვის საკანალიზაციო პრობლემების მოსახსნელად ასევე ქალაქ დედოფლისწყაროს შესასვლელში კერძოდ კი სოფელ ხორნაბუჩი საიდანაც დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც გასულ წლებში უხინალექის შედეგად ორჯერ დაფიქსირდა დატბორვის შემთხვევა აღნიშნული სტიქიური უბედურება თავიდან იქნეს აცილებული საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ რომლის განხორციელებაც ახლა მიმდინარეობს და სანიაღვრე ახალი არხი ეწყობა რომელიც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან წამოსულ წყალს ააცილებს ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიას და დედოფლისწყაროს შესასვლელი გზას და მოხდება მისი ესე დაზიანების გარეშე არიდება ამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტებიდან და სანიაღვრეში მიემართება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ასევე გამოცხადებულია ტენდერი და უკვე დასრულდა და შერჩევა შეფასების პროცესი მიმდინარეობს დედოფლისწყაროელები მინდა გავახარო რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე ხიდის გაგრძელებიდან სოფელი სამრეკლოს შესასვლელამდე გზის მარცხენა მხარეს სადაც ორსართულიანი კორპუსები არის განლაგებული საკმაოდ დაზიანებული არის ძველი ღობე და ამ ღობის დეკორატიული კედლის მოწყობა მიმდინარეობს და ისევე როგორც რუსთაველის ქუჩის ცენტრალური
ცენტრალური ნაწილის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა და ღობეები ერთიან სტილში ჩაჯდა და დამეთანხმებით რომ ამათ ძალიან გაალამაზა ჩვენი კოხთა ქალაქი აი ხიდის ზემოთაც ეს პროექტი განხორციელდება და კორპუსების მიმდებარედ მნიშვნელოვან და ლამაზ დეკორატიულ ღობეს განახორციელებთ როგორც გითხარით შერჩევა შეფასების ეტაპზეა და უახლოეს პერიოდში უკვე გამოვლენილი გვეყოლება გამარჯვებული ასევე უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი ქალაქ დედოფლის წყაროში რუსთაველის ქუჩასა და შირაქის ქუჩის კვებაზე არსებულ ძველი სკვერის რეაბილიტაციისთვის და ამ სკვერის რეაბილიტაციის შემდეგ ფაქტურად რუსთაველის ქუჩის და ამ დეკორატიული კედლის მოწყობის შემდეგ რუსთაველის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდება, რაც ქალაქის ცენტრს ძალზედ გაალამაზებს და მნიშვნელოვანია. ამას გარდა იქამდეც ალაზნის პირა და ქედების ზონის სოფლები ჩამოვთვალეთ, აქეთ მაჩხანის ზონის სოფლებშიც მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს. მაჩხანში მე-11 ქუჩაზე სანიაღვრე დაზიანებული სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია მოწყობა და გზის ავარიული მონაკვეთის შეკეთება მიმდინარეობს და ამ პროექტის დასრულების შემდეგ ის პრობლემა, რომელიც აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლებს აწუხებდათ წვიმების პერიოდში უკვე მოხსნილი იქნება დღის წესრიგიდან. ასევე სოფელ არბოშიკში ორი ძალზედ მნიშვნელოვანი ქუჩის მე-5 და 38 ქუჩის ასფალტის საფარის მოწყობა მიმდინარეობს. 38 ქუჩა ეს არის წმინდა კვირიკე და ივლიტეს სახელობის ტაძართან მიმავალი გზა, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანი არის თითოეული ჩვენთაგანისთვის, განსაკუთრებით არბოშიკელებისთვის, ანუ ეს ტაძრის მიმავალი გზა კეთდება, ასფალტის საფარი უკვე მოწყობილია და ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება და ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ყოველთვის გაშლილია და მხოლოდ ქალაქით ან ერთი რომელიმე სოფლით არ შემოიფარგლება. სოფელ ოზანში გარკვეული უბნების მოასფალტების სამუშაოები დაიწყება ძალიან მალე და როგორც გითხარით მუნიციპალიტეტი, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელა ტერიტორიაზე გაშლილი, ყველა სოფელში და ყველა მიმართულებით ფაქტიურად დაგეგმილი და განხორციელების ეტაპზეა სხვადასხვა პროექტები, რომლებიც როგორც წინაწლებში წელსაც დამთავრდება კარგად და დარწმუნებულია, რომ ეს პროექტები ჩვენი სოფლების და მუნიციპალიტეტის განვითარებას შეუწყობს ხელს. დიახ. ბატონო ნიკოლოზ, ზაფხულში მუნიციპალიტეტებში იქნება ხოლმე სასმელი წყლის პრობლემა და თუ დგას ეს გამოწვევა დედოფლის წყაროშიც? რაც შეეხება თვითონ ქალაქ დედოფლის წყაროს და მის მიმდებარე სოფლებს საუბარია ხორნაბუჯსა და სამრეკლოზე ეს პრობლემა არ დგას, იმიტომ რომ ფაქტიურად 2 წლის წინ ძალზედ მნიშვნელოვანი მსხვილი პროექტი განხორციელდა და მდინარეულიდან დალესწყლის წყალსაცავიდან მოხდა სასმელი წყლის ამოტანა დედოფლის წყაროში, ასე რომ ჩვენ უკვე დებეთის პრობლემა აღარ გვაქვს და გვაქვს 24 საათიანი წყალმომარაგება, თუმცა გამოწვევა იყო ის, რომ სასმელი წყლის ხარისხი არ შეესაბამებოდა შესაბამის სტანდარტებს და შესაბამისად რეკომენდაცია იყო გაწეული, რომ აღნიშნული წყალი სასმელად არ გამოყოფილიყო და უფრო ტექნიკური მოხმარება ყოფილიყო და ამის გამო თელს მუნიციპალიტეტში დაუქმნა წყლის გადასახადი და პარალელურად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაიწყო საკმაოდ მსხვილი მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელება მდინარე იორზე სპეციალური უკუოსმოსური სისტემის საწმინდი სადგურის მოწყობა. აღნიშნული სადგურის მშენებლობა დასრულებულია, ეხლა მიმდინარეობს სატესტო სამუშაოები და უახლოეს პერიოდში ალბათ მაქსიმუმ 1 ან 2 თვეში უკვე მოხდება აღნიშნული სადგურის, ან უფრო მალე პერიოდში შესაძლებელია. ესე იგი ამ დროისთვის სასმელად ვერ იყენებს ამ წუთისათვის ნაწილი მოსახლეობისა იყენებს სასმელად, თუმცა აღნიშნული წყალი ლაბორატორიული შემოწმების შედეგად იმ სტანდარტებს არ შეესაბამება, რაც უნდა იყოს და ამის გამო განთავისუფლებული არის მოსახლეობა წყლის გადასახადიდან და ფაქტიურად ეხლა საერთოდ გადასახადის გადახდა არ ხდება და ამ სისტემის გაშვების შემდეგ, უკუოსმოსური სისტემის საფილტრის სადგურის გაშვების შემდეგ უკვე წყლის ხარისხიც გაუმჯობესდება და ჩვეულებრივად სასმელად გამოყენებადი გახდება, რაც საშუალებას მოგცემს ჩვენ იმისა, რომ ერთი მხრივ წყლის ხარისხი გაუმჯობესდეს, მეორე მხრივ აღდგეს
ესე იგი წყლის გადასახადი და შესაბამისად უკონტროლო მოხმარება აღარ იყოს და როგორც გითხარი დედოფლის წყაროს ხორნაბუცსა და სამრეკლოს დებეთის პრობლემა არ აქვს, მაგრამ უკვე ამ უკონტროლო მოხმარების შემცირებისა და წყლის დებეთის უფრო ეკონომიურად გამოყენების შემდეგ საშუალება გვექნება, რომ ეს ივრის წყალი სხვა სოფლებსაც მივაწოდოთ და ეხლა ნაწილ სოფლებში წყლის პრობლემა გამოწვევად რჩება, როგორც არის სოფელი მირზაანი, როგორც არის სოფელი სამთაწყარო, ფიროსმანი, საბათლო, ქვემოქედი, მაგრამ სოფლებში როგორც არის ზემოქედი, არხილოსკალო, სამრეკლო, ხორნაბუჯი, თავწყარო, ჭოეთი, მაჩხაანი ნაწილობრივ გამარჯვება ეს წყლის პრობლემა, ოზაანიც წყლის პრობლემა მოხსნილია, მართალია გრაფიკით დილიდან საღამომდე, მაგრამ ყოველდღიურად წყალი მიეწოდება, მაგრამ ამ მიმართულებითაც საკმაოდ მნიშვნელოვან სამუშაოებს ახორციელებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, როგორც გითხარით, მდინარე იორზე სატუმბის საფილტრის სადგურის მშენებლობა თითქმის დასრულდა, თითქმის კი არა დასრულდა და ტესტირების პროცესში არის, ასევე სოფელ სამთაწყაროში ორი ახალი ჭაბურღილი მოეწყო, რომელიც ზემოქედი, არხილოსკალო, ქვემოქედი სოფლის მოსახლეობას მოამარაგებს და აქაც წყლის დებეთი მივიღეთ და ფაქტიურად უკვე უახლოეს პერიოდში მოხდება არხილოს ცენტრალურ რეზერვუარზე დაერთება, რაც საშუალებას მოგცემს, რომ ქვემოქედის წყალმომარაგება კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, ვიდრე დღეს არის და დარწმუნებული ვარ, რომ ეტაპობრივად მოხდება იმ პრობლემების აღმოფხვრა, რომლებიც არის ამა თუ იმ სოფლებში, მაგრამ დამეთანხმება ჩემი დედოფლის წყაროს მოსახლეობა, რომ ის მდგომარეობა, რომლებიც ჰქონდა სულ რამოდენიმე წლის წინ და დღევანდელი სურათი წყალმომარაგების კუთხით რადიკალურად გაუმჯობესებული არის. მუნიციპალიტეტის ადრე თუ წყლის პრობლემა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 100%-ით იყო, დღეს უკვე თითქმის მუნიციპალიტეტის 70%-ში ეს პრობლემა მოხსნილი არის, დარჩენილ 30%-შიც ეტაპობრივად გამოსწორდება, იმიტომ რომ სხვა პროექტებს ახორციელებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. დიდი მადლობა ასეთი ამომწურავ ინფორმაციის მოწოდებისთვის, წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა თქვენ, მე წარმატებებს გისურვებთ თქვენ და ჩვენს ტელემაყურებლებს.